ნებისმიერი თვის 4-ში, 13-ში, 22-ში და 31-ში დაბადებული ადამიანები ატარებენ ციფრი 4-ის ენერგიას. სულის რეალიზაცია აქვთ კრეატივის მეშვეობით ნებისმიერ საქმეში. ეგოს ვექტორი მიმართულია მიზნებზე. ჭკუა ახლოს არის დახვეწილ ინტელექტთან. 4-იანი არის მისტიური და მათ ცხოვრებაში ბევრი მისტიური რამე ხდება. დაჯილდოებული არიან ცოდნით. ხედავენ შორს და უფრო შორს ვიდრე სხვები. 100%-იანი ინტუიცია აქვთ. კრეატიული მიზნები, ახალი მიმართულებები, ფიზიკურად ჩვენთან არიან, მაგრამ ფიქრებით კოსმოსში. 4-იანების ეგო იკვებება გაცემით და პატიოსნებით, მოდიან გასაცემად. ცხოვრებაში მათთვის მთავარია იყოს პატიოსანი და გულსფელი. მთელი დღე მუშაობს თავის მიზნებისთვის. დღის ბოლოს ფიქრობს, შეასრულა თუ ვერ შეასრულა. თუ ვერ შეასრულა, ვერ ისვენებს. ხშირად განიცდის უძილობას. 4-იანი საუბრისას, თითქოს 4-იანთან საუბრისას ნისლი ჩამოდის. მისი დავალება ყველა წაიყვანოს თავის მისტიურ სამყაროში. დიდი ფანტაზია აქვთ. კარგად გამოსდით ფოტო გადაღება და გამომცემლობა. თავის გამოჩენა უყვართ. ფიზიკურად ძლიერები არიან. ცეცხლის ბურთებს გვანან. თუ მიზანი არასწორია, მას შეუძლია დაანგრიოს საკუთარი თავი. არ ესმის მატერიალური სამყარო. ხშირად განიცდიან უკმაყოფილებას. მათ უჭირთ ტკბობა, იმიტომ რომ ბევრი მიზანი აქვთ. კმაყოფილებას მხოლოდ იღებენ მიღწეული მიზნიდან. ყველაზე მაღლა დგას მიზანი. პლუსებში აქვთ კრეატივი, ბრძოლა, სამართლიანობა, ტრანსფორმაცია და ინტუიცია. მინუსებში აქვთ ქორწინების განადგურება, აპათია და უკმაყოფილება. ასეთი მორალი აქვთ: პატიოსანი, არაპატიოსანი, კეთილსინდისიერი, არაკეთილსინდისიერი. თუ აქვთ მიზანი, უჩნდებათ ცხოვრების სურვილი. მიღწეული მიზანი მხოლოდ ერთი წამით უხარიათ, ამიტომ მუდმივად უკმაყოფილებას განიცდიან. 4-იანი თუ სისტემაშია, ამბობს, მოდი დავშალოთ და შევცვალოთ, ამიტომაც ქვია რევოლუციონერი. მას ჭირდება მიზნების დაპრიორიტეტება. როცა მიზანი აქვს, ხედავს გვირაბის ბოლოს სინათლეს. ამიტომ აღარ აინტერესებს ქარი, წვიმა და თოვლი. ყველა მიზანი მნიშვნელოვანია. უნდა ისწავლონ კითხვის დასმა. ჭირდება ის მიზანი თუ არ მჭირდება.